2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ბორჯომის რამდენიმე სოფელი ვერ მოხვდა. საკრებულოში დღეს დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 9 ადამიანით დაკომპლექტდა. ჯგუფი ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. დემოგრაფიულ მონაცემებს, დასაქმების დონეს, კლიმატურ პირობებს შეისწავლის და შუამდგომლობის მიზნით დოკუმენტს მოამზადებს. საკრებულოში იმედოვნებენ, რომ ჯგუფის მუშაობა შედეგიანი იქნება და მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას ბორჯომის რამდენიმე სოფელი კიდევ დაემატება. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ბორჯომის 16 სოფელს და ერთ დაბას მიენიჭა. არის სოფლები, რომლებიც ზღვის დონიდან ერთი და იგივე სიმაღლეზეა, მოსაზღვრე სოფლები, ერთი შევიდა მაღალმთიანში, მაგალითად მოგახსენებთ, მდგარის საკირი და ტაძრისი, მდგარი შესულია როგორც მაღალმთიანი და ისარგებლებს მათი მოსახლეობა შეღავათებით, საკირი და ტაძრისი არა, როცა ორივე ძალიან დიდი ეკოლოგიურად ძალიან ისეთ საშიშ ზონაში იმყოფებიან. არის ტბა, სოფელი კიდევ, რომელიც არის შემონათვალში არის 2200 მეტრზე, როცა ეს არ არის სწორი და მე ჩვენ გადავწყვიტეთ ქართული ოცნების ფრაქციის სახელით წინადადებით შევედი საკრებულოს თომაზე, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხელახლა მოხდეს, რამე თუ ბორჯომი არის მაღალმთიანი რეგიონი თვითონ, ხელახლა მოხდეს ამ სოფლების თუნდაც სიმაღლეების გაზომვა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც ერთი სოფელს მოხდეს აი ამ მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭოს და მათ მოსახლეობას რაღაცა შეღავათი მიეცეს სამხრივ, ჩვენ მაინც გამართლებული იქნება ჩვენი მუშაობა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი სოფელი იქნებ, რამე მოხდეს.